დიდგორის ომი ეს იყო ძლევა საკვირველი. აი სწორედ ღმერთზე მინდობით. ღვთის შეწევნით აღასრულა დავითმა თავისი დიდი ღვაწლი და იმიტომაც შეაძლებინა მას უფალმა ეს ძლევა საკვირველი და აქცია მესიის מחვილად და ყოველი ქართველისთვის საამაყო და საყვარელ და სამაგალითო ადამიანად. როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია. ღვთის დიდი შეწევნა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანური ძალებით კეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. ეს აღმავლობა, ეს დიდგორი არ დამდგარა ერთბაშად. ამას წინ უძღოდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა